ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ოპოზიციიდან. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობიდან ამბობენ, სადაც მიიჩნევა, რომ რიგარეში არჩევნების გარდა ნებისმიერ სხვა ტიპის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან ქართულ ოცნებასთან გარიგება იქნება. სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში კი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მაშინ, როდესაც საკითხი საარჩევნო სამზადისს უკავშირდება, ამ თემას პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აუცილებელ ნაწილად ასახელებენ. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, გირჩია. ჩვენ ვემზადებით, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ორი ძირითადი მოთხოვნა საერთო სახალხო პროტესტის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ის რომ კალენდარულად ოქტომბერში არჩევნები თვითმმართველობის ესეც, რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადია, თუმცა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იქნება ახლოში, სწორედ ოქტომბერთან და არა მაშინ, როდესაც ეს რეჟიმს სურს. თუ ქვეყანაში რეალური ფუნდამენტური გადატვირთვა არ მოხდა, არავით არ საარჩევნო პროცესს მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა თუ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ, თუ ეხლა ბევრი რამე შეიცვალა, ამის მერე ეხლა საუბარი უნდა შედგეს უკვე ამ ამბების მერე. ინსტრუქციის მოლოდინში არიან დამფინანსებლებიც, პოლიტიკური მხარდამჭერებით ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, ოპოზიცია სად უფრო წარმატებული იქნება არჩევნების დროს თუ არჩევნების მიღმა. რევოლუციური გეგმა არ შეცვლილა და აი ამ ინსტრუქციის მოლოდინში მიმდინარეობს კამათი, რომელიც უფრო დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, დესტაბილიზაციისთვის, არჩევნებში მონაწილეობაში ჩართვა, თუ კვლავ აი კუჩის აქციებით დაპირისპირება ხელისუფლებასთან.